თბილისის საჯარო ეროვნულ ბიბლიოთეკაში თემურ კილაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა. თემურ კილაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში საკუთარი წიგნებით წარსდგა. ჩემი Facebook-ის საყვარლები, პატარა გოგოს აღსარება, წარმოდგენილი იყო ავტორის ბოლოს გამოსული წიგნი ოქროს საწმისი. პრეზენტაციაზე ავტორმა თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა იმაზე, თუ რის შესახებაც წერს. მისი წიგნები მეტნაკლებად ავტობიოგრაფიულია. საღამოს მუსიკალურად მომღერალი ქეთი ინცკირველი აფორმებდა. ჩვენ თემურ კილაძეს ოზურგეთში საკუთარ კაფეში ვეწვიეთ. ჭიქა ყავასთან ერთად წიგნის პრეზენტაციის შესახებ თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. როგორც ამბობს, ცხოვრების სერიოზულ ეტაპზე გადავიდა. წიგნს, რომელსაც ახლა წერს, მისი თქმით, ადრინდელი წიგნებისგან განსხვავებული სიღრმეები ექნება. ჩემი აზრით ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. ძალიან კარგმა მომღერალმა იმღერა, შესანიშნავ პოეტებმა ნინო ალადაშვილმა, ნინო გაბუნიამ წაიკითხეს თავისი ლექსები, ქეთი ინცკირველმა იმღერა და მე დამჭა ცოტა იქანე მოსაყოლი, რაც ფაქტურად მე მარტო ჩემ თავზე მოყვევი, იმიტომ პრეზენტაციაზე წიგნებზე ვერ მოყვევი. წიგნები სულ სხვა, არ უნდა წაიკითხო, არ უნდა წაიკითხო. იქ მე მოყვევი, რას ვაპირებ, რა გავაკეთე ალბათ წიგნებიდან ჩანს და შეიძლება ჩემი ცივი წაიკითხოს, ვისაც აინტერესებს. ავტორი საკუთარ თავს მწერალს არ უწოდებს. მე უფრო მეტად პროექტანტი ვარო, ამბობს და სხვა პროექტებზეც გვესაუბრება. წერლობაზე არ ვაცხადებ პრეტენზიას და პროექტზე ვაცხადებ. პროექტზე გეტყვით ახლა რას ნიშნავს პროექტზე ვაცხადებ? ნიშნავს იმას, რომ მე მგონია, რომ ამ დანაწერიდან შეიძლება გამოვიდეს ძალიან კარგი სერიალები. ამიტომ ნახე თარგმნელი გოგონა, რომელმაც ჩემზე კარგად იცის ქართული ნამდვილად და შესანიშნავად იცის თურქული, არის აზერბაიჯანელი წარმოშობით და წაიკითხა და თქვა, რომ მოვსეჯა ვთარგმნო. დავიწყებთ რაღაცის თარგმნას, ნაწილს გავაგზავნით თურქეთის ყველაზე დიდ გამოცემებში და შევხედავ რა შედეგი იქნება. ამას ქვია პროექტი ფაქტურად, იდეოლოგიურად რას ნიშნავს პროექტი, იმიტომ სანამ დღევანდელ ინფორმაციულ სამყაროში, რაც არ უნდა გენიალური დაწერო, გახტები და გენიალობაზე არ ვაცხადებ პრეტენზიებს, გახტები ცნობადი, აუცილებლად უნდა გააკეთო რაღაცა, რომ მიიქციო ყურადღება. სტუმრობის დასასრულს მასპინძელმა საჯაროდ გაგვიმხილა. ყველა მსურველს თავის კაფეში უფასო ყავაზე ეპატიჟება.